ბატონი ირაკლი მელაშვილი შემოგვიერთდა, ვახოსანაია, მათე კირვალიძე, დროების მთავარი პროდიუსერი და მინდა დავიწყო ამ თემაზე პირველი შეფასებებით. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რამდენად მოულოდნელი იყო დღეს. ნიუსრუმში არ იყო ვახო დამეთანხმება, ერთად ვიდექით, არ იყო მოლოდინი, რომ ამ თემაზე გაკეთებოდა რაღაცა განცხადებები, ველოდით რომ რაღაც მორიგი დაკავებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებული იქნებოდა ასე შემდეგ, მაგრამ გენერალური პროკურორი ცუდი მაცნე აღმოჩნდა, მათ შორის როგორც გავარკვიეთ, თავად მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისთვის საათს ბატონმა თამაზაშვილმა შენ გაუშვე ეთერში, დავით ბიჭაშვილს ყავდა ჩაწერილი სიმამრი სიმამრი გამოდის, რომელმაც თქვა, რომ მეც ტელევიზორიდან გავიგე ეს ყველაფერიო, ტელევიზიიდან ვენგან გავიგეო და ვერ უკავშირდებიო. ირაკლი, შენთვის რამდენად მოულოდნელი იყო და რას დაარქმევდი იმას, რაც ახლა ხდება, მე უწოდე გრძელი დაშნების ღამე. ვინც იცის კარგად ისტორია, მან იცის, რომ ამ ოპერაციას ჰიტლერის დროს მეორე სახელიც ჰქონდა კოლიბრი. კოლიბრი არ გვინდა, მაგრამ ამას რას დაარქმევდი, რაც ხდება. დასაწყისია, ჩემი აზრით, დასაწყისია მე ვფიქრობ, სერიოზული შეცდომა დაუშვეს. იმიტომ რომ ოცნების იდეოლოგია ეფუძნებოდა იმას, რომ აი ეს 20-25%, რომელიც იყო მარგინალიზებული თავის დროს, ანტიდასავლურად განწყობილი, ჩამოშორებული პოლიტიკური ცხოვრებიდან, ეს ხალხი ამოატრიალეს, ამ ხალხის იდეოლოგია ამოატრიალეს და მთელ ქვეყანას მოასვეს თავზე. ამ იდეოლოგიის სახე იყო ღარიბაშვილი. ნამდვილად. ის იყო მთავარი ფიგურა, რომელიც განასახიერებდა ამ ხალხის იმედს აი ამ მთელ ანტიდასავლურ ნარატივში, რომელიც ბევრ რაღაცა მიიწვდა უბედურებას რევიზიონისტულ განწყობებს შეგვიძლია დავარ კონტრრევოლუციურ განწყობებს. ნოსტალგია, ბევრ რაღაცასთან არის ეს დაკავშირებული და ღარიბაშვილის მოშორება ეს არ იქნება უმტკივნეულო პროცესი, მე არ ვიძახი ელიტებში, ის ელიტები, ოცნების ელიტები გასაგებია, რომ ისინი გადალაგდებიან მათი 90%. მაგრამ ქვევით არ ამგონია, რომ ესე მარტივად ჩაიაროს ამ ამბავმა, ყობახიძე არც მანამდე იყო ძალიან პოპულარული, მაგრამ ის დიდი შლეიფი, რომელიც ღარიბაშვილის მომხრე იყო ოცნების მხარდამჭერების, ის შლეიფი ოცნებიდან წავა, ყველა ვარიანტში წავა. საწავა ეს ისევ ასე ვთქვათ, ჩაიმალება და გაჩუმდება და მარგინალიზებული იქნება, თუ გადავა ამ პატრიოტები, პატრიოტთა ალიანსი, ამ პარტიების მხარდამჭერთა რიცხვში. მაგი არ ვიცი. არავინ არ იცის ჯერჯერობით, მაგრამ ჩემი აზრით დღეს აი ამ ყობახიძის აი ამ არ ვიცი, ღმერთო მაპატია, მაგრამ შიზოფრენიულ სწრაფად ძალაუფლებისაგან და სურვილს რო ყველა გავლენის ცენტრი მოსპოს, მისი პირადი გავლენის ცენტრის გარდა ქართულ ოცნებაში, ამას შეიძლება ოცნების სტაბილურობა შეეწიროს. საკმაოდ სერიოზულად. რატომ მოხდა ის ახლა 4 ოქტომბრის შემდეგ და არა მანამდე? მათე პირველი კითხვა ეს არის და ასევე ვახოსთანაც მექნება შეკითხვა, ჩვენ ახლა როცა კადრებს ვადევნებთ თვალს, ძირთად სამეული ფიგურირებდა, ხო, ძალოვანების. ამ სამეულიდან ერთი ამ დევნაში სამიზნედ ჯერ არ არის ქცეული, ბატონი გომელაური, ამაზეც რა აზრი გაქვთ, დავიწყოთ. საღამოშტობის, როგორც ჩანს, ბატონი ვახო როგორც თავის დროზე Facebook-ზე ქონდა მას. მე არა გომელაური. შენ არა გომელაური. ამ ეტაპზე გადარჩა. ახლა რატომ მოხდა, მოსალოდნელი იყო ამას დიდი ხანი ველოდებოდ სკოლაში და კლანური ბრძოლა, რასაც დავარქვით და გადმონაწილება. როგორც ჩანს, ერთგვარი რაღაც დასწრების მომენტიც იყო და ყობახიძე ამ 4 ოქტომბრის მერე როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ ისეთი ტალღა აქვს, რომ ხე ყველაფერი უნდა მოასწროს. რაღაცა მოსწრების, ასე ვთქვათ, ცდელობა არის, იმიტომ რომ შესაძლოა, რასაც ბატონი გიელაპარაკობდა, რომ ბიძინევანიშვილთან ყობახიძემ შეასწრო და დაალაგა მარტივად რო ვთქვათ, შესაძლოა რაღაცა მომენტში ბატონ ბიძინეს ტვინი გადატრიალებოდა და ეს ფრთა, ეს ორთოდოქსი, ასე ვთქვათ, კოცების ყობახიძის კი არა, რა ქვია, ღარიბაშვილის სახით რაღაცა ფორმით შემოbrunებული იყო, იმიტომ რომ რაც კომენტარები არის სოციალურ ქსელებში ღარიბაშვილის, ასე ვთქვათ, მიმდევრების საკმაოდ მწვავე რეაქციებია, არა ის რომ არ გჯერა, ან უარესი რეაქციებიც არის, რომ რაც ირაკლი თქვა, რომ დაკარგეს, აი ღარიბაშვილი ვეთანხმები ირაკლის და შენს, რომ აი ამ რაღაც ფსევდოკონსერვატიულ, რაღაცა პრორუსულ, რაღაცა ბნელეთის, რაღაცა ადამიანი იყო, რომელიც თავის დროზე წავიდა ივანიშვილი თქვა, რომ ეს არის ნამდვილი კარგი პატიოსანი კახელი კაცი და სწორედ ის უნდა ის დატოვა მემკვიდრედ და მე კი გვახსოვს
2015-ის 24 დეკემბერი იყო, რომ ქალბატონი მაიაცკიტიშვილი შევიდა და უთხრა რომ შენ ახლა უნდა წახვიდეო და მე სუფლიორში ჩაიკითხა, ისაც ჩაიკითხა და საახალწლო მისალოცებიც გაგზავნილი ქონდა. ირაკლი ღარიბაშვილი არის 17 მაისის შემოქმედი, 5 ივლისის შემოქმედი, ყველა დარბევის საჯარო ბიბლიოთეკასთან თებერვლის, ასე ვთქვათ, პოგრომის, ყველა უბედურების, რაც თემატყებას უკავშირდებოდა, რაც შავმეულ საქმეებს უკავშირდებოდა, ყველაფრის პასუხისმგებელი ის არის. ამას რომ ამ საქმეებზეც, ასე ვთქვათ, ჯერ არ დაუჭერეთ, მაგრამ როგორც კითხავდეს ვინმე რომ რა მოხდა 17 მაისს, რა მოხდა 5 ივლისს და ხალხი წააქეზა, რასაც მე ჩვენი კოლეგის ასე ვთქვათ, სიცოცხლე შეეწირა და ასე შემდეგ, უამრავია მიატყე, ანტუნი, ცოცხლეთყია ჩუქა, ჩარტერი და ასე შემდეგ. ამ კითხვებსაც თუ გაეცემა პასუხი, მე პირადად მაშინ დავიძირებ, რომ ეს ნამდვილად კორუფციას სამბრძოლოა და არ უკავშირდება რაღაც გადანაწილებას და კიდე იმას, რომ აქ სადღაც ბოდიში დავთორებ, როგორ უნდა ვქვა რუსულად ჯობია, ხო, რაღაცა სასტავი შეიცვალოს, ვინც მოსკოვთან უფრო მეტად დალაგებული არის. თუ ასე რაღაცა ჩანაცვლების სპეცოპერაციას უფრო გავს, ვიდრე რეალურად, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, კორუფციასთან ბრძოლას. ბატონ ლილუაშვილი არ გამოგვრჩეს, ვახო, ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყნებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლების განმავლობაში უფროსის ხელისხლება ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. ის რომ ამ ადამიანს სამსახურიდან წასვლა მოუწია ერთია, მაგრამ ახლა მიმდინარეობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ღირსების შეურაცხმყოფელი სერიოზული კამპანია კორუფციაში, ღალატში, ბევრ სხვა ისეთ რამეში ადანაშაულებენ მას, რაზეც რეაქცია შეიძლება ბუნებრივად ყველა ველით რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოყვეს, ხო? რა ხდება მასთან მიმართებაშიც და რა სიტყოდი იმ არც თუ ფარულ მინიშნებებზე, რომელსაც კობახიძე თვეების განმავლობაში აკეთებდა. კი ბატონო. გიორგი, შენს რეპლიკასაც გამოვხმაურებ ნიუსრუმში, რომ დღეს 5 საათზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მოლოდინი იყო რომ 6 საათზეც ეს იქნებოდა. თუმცა ზოგადი მოლოდინი იმის შესახებ რომ ასეთი ბრიფინგი აუცილებლად დაინიშნებოდა, როგორც დღეს 6 საათზე ჩატარდა, ყველას ჰქონდა, იმიტომ რომ ისე იკვრებოდა წრე ლილუაშვილის, ღარიბაშვილის, ფარცხალაძის საკითხი კიდევ საინტერესოა ამათთან ერთად როგორ არის, ხო? რომ ასეთი ბრიფინგი ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან დაკავშირებით იქნებოდა, ეს ზოგადი მოლოდინი ჰქონდა. კი. ახლა რაც შეეხება რატომ აკეთებდა კობახიძე იმგვარ განცხადებებს, სადაც აი გვარს არ ასახელებდა, მაგრამ პირდაპირ მინიშნება იყო მათ შორის ლილუაშვილზეც და იქვე იგულისხმებოდა ღარიბაშვილიც ზოგიერთ განცხადებაში. აი ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ ის ნაწილი ქართული ოცნების ამომრჩევლის თუ მომხრეების სეგმენტი, რომელსაც ბმა აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და ქონდა ამ წლების განმავლობაში. მას რასაკვირველია სჭირდება არა არგუმენტი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან დარჩეს, ან რამე მანევრი გააკეთოს, არამედ საბაბი, სათქმელი თუ რატომ მოხდა ეს ღარიბაშვილთან დაკავშირებით და რატომ ჩადგა ახლა ეს ხალხი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ამისი პასუხი ჩემი აზრით არის სწორედ კობახიძის იმ განცხადებებში, რომ იმდენად წონიანი უნდა იყოს ეს არგუმენტი, რომ ეს უხერხულობა ყველას მოეხსნას. ანუ კორუფცია კი არა. თან განცხადება ჩლეიფად უნდა მიყვებოდეს ამას, რომ ესენი მოღალატეები არიან. ღალატი არის მთავარი. დიახ, მოღალატეები არიან. ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ბრძოლას თუ როგორც ყველაფერს უღალატეს. ამას ემსახურება ჩემი აზრით კობახიძე რა განცხადებებსაც აკეთებს და კიდევ ერთი კუთხით მინდა ჩვენს აუდიტორიას შევახედო. ამ საკითხზე რატომ დადგა საერთოდ ბიძინა ივანიშვილი ამ რეალობის წინაშე და როდიდან დგება ამ რეალობის წინაშე, როდესაც მას პრობლემები ექნება ქვეყნის შიგნით ხალხთან და ქვეყნის გარეთ ჩვენს ამ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან, როდესაც გაჩნდა სანქციების თემა, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ანუ ივანიშვილისთვის ყველგან გართულდა სიტუაცია, ყველგან პრობლემები ჰქონდა და აქვს შიგნითაც და გარეთაც. ასეთ სიტუაციაში ჩემი აზრით მან მიიჩნია, რომ ის მოდელი მართვის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ბალანსი მოდი ერთი კლანით მეორე კლანს დავაბალანსებ, მესამე კლანი, ამის დრო წავიდა, იმიტომ რომ
ეს ძალიან სარისკო იქნებოდა მისი შეხედულებით, მე ასე ვფიქრობ, მისი შეხედულებით ამ მართლობისთვის. ამიტომ მან გადაწყვიტა, მოდი ერთ ვერტიკალს შევქმნი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც ახლა ხდება ივანიშვილის ვერტიკალს აძლიერებს და შესაბამისად ივანიშვილსაც აძლიერებს? არა, მე მგონია რომ სისტემას და რამდენად აძლიერებს ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩემი აზრით მან გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის იქ შიდა რაღაც ერთმანეთთან თამაშის გაპირისპირების, მაგრამ შედეგი არის ის, რომ შერჩა კობახიძე, რაც შეიცავს რისკებს. ჩემი აზრით, ახლა როდესაც ასეთი სწრაფი რეპრესიები აქვს თავისი კანონმდებლობის ყველა არა მარტო ქვეყნის შიგნით კობახიძე მთელი თავის დომინირებით, რომელიც ასეთ სისტემებში ყოველთვის რისკებს ზრდის, ჩემი აზრით. რომელიც ყველა ძალოვან სისტემას ფლობს ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენ ეროვნაში. არამედ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, მას კობახიძის და ღარიბაშვილების გვერდით ყოველთვის გაყავდა ან ლილუაშვილი ან ვინმე სხვა, რომელსაც ხელი ჩამოერთმეოდა მაგალითად დასავლურ სტრუქტურებში, ინსტიტუტებში, ცალკეული ვიზიტები გვახსოვს გარკვეული არხები, რომლის მეშვეობითაც ეხლა საერთოდ ჩაეკეთა. ხო და ეს არის საფრთხეც ამასთანავე, ანუ აძლიერებს თუ ასუსტებს, როდესაც ვსაუბრობთ, ანუ მოკლე დისტანციაზე, მან მიიჩნია, რომ ეს არის ახლა საჭირო, მაგრამ ჩემი აზრით, აი ამ რეპრესიებს ყველაფერი დაჩქარებულია, ხო, 2 დღეში იღებს კანონებს რა. ამას ვფიქრობ აკეთებს, იმიტომ რომ აი მოაგვაროს ის პრობლემები, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ქვეყნის შიგნით განსაკუთრებით ჩაახშოს პროტესტი და შემდეგ მიხედოს კობახიძეს. ეს აუცილებლად უნდა დაიშალოს ნორმალურ სიტუაციაში ეს ასეთი ვერტიკალი, ხო? იქ უნდა გაჩნდეს რაღაც ბალანსი და ამას ცდილობს, რომ მოასუფთავოს ყველაფერი და ახალი აი ზუსტად გაგრძელებას და ახალ ეტაპზე ვისაუბროთ. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში მოთამაშეთ აღვიქვავთ ახლა ივანიშვილს, რომლის ქვეშაც ძალიან მოძლიერდა კობახიძე, ხედავთ საფრთხეებს მათ ურთიერთობათა პერსპექტივაში და სისტემის გრადობაში, მაგრამ საერთოდ ვერ ხედავთ ამ სურათში სხვა აქტორებს, ვიზავის ამ ხალხისთვის. მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, ან ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობა თავის ორგანიზაციული თავით, არ მყავს მხედველობაში მარტო ერთი ვინმე ადამიანი. ეს პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, ქართული ოცნების შიგნით, ირაკლი, ასეთი სერიოზულად დეზორიენტირების შემქმნელი ფაქტორი, რომელიც ფაქტობრივად ყველას მტრად, მოღალატედ, კორუფციონერად, ოპოზიციის დამფინანსებლად და შეკრულად გამოცხადებას უკავშირდება, როგორ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება, ვიხმარ ამ სიტყვას კაპიტალიზება, როგორც ქართულმა ოპოზიციამ, ასევე დემოკრატიულმა უმრავლესობამ ქვეყანაში, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაშია. პირველი კითხვა არის შეუძლია თუ არა სამწუხაროდ. თან დიდი ბოდიში თუ ასე თამას ვიძახი, მაგრამ იმ ფორმატში ოპოზიცია როგორც არის დღეს, ესეც თქვათ, ანუ შეუძლია თუ არა. ანუ გზა რა არის ფორმატის ჩამოყალიბება, ცვლილება, ურთიერთობების. რაღაცა ცვლილებები უნდა მოხდეს, ახალი ძალები უნდა გამოჩნდეს და პირველ რიგში ეს ეხება იმ ხალხს, ვინც ამ აქციებს ხელმძღვანელობდა. ჩვენ უცნაური რაღაცის მოწმა ვიყავით. იყო პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება აღარ ელაპარაკებოდა და ხელისუფლება სრულად მიზანმიმართულად აღარ ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ მასთან დალაპარაკება პრობლემას ვერ უგვარებდა. ქუჩაში იყო ასობით ათასი ადამიანი, რომელთან ოპოზიციას საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობაში ამ სიმრავლესთან, ხო კი რა თქმა უნდა მიდიოდნენ, მოდიოდნენ რაღაცა, მაგრამ ისინი არ მართავდნენ პროცესს. ამიტომ ხელისუფლებისათვის ოპოზიციასთან რაიმე ტიპის დიალოგმა საერთოდ დაკარგა ყოველგვარი აზრი, იმიტომ რაზე უნდა დაველაპარაკოთ. დიალოგი ყოველთვის რაღაცის დათმობას ნიშნავს. მინიმალურის, მაგრამ მაინც, ორძლევი მოლაპარაკების მაგდაზე ყველაფერზე არას ვერ იძახდი, გრომიკოც კი არ ეუბნებოდა ამერიკელებს, ხო ყველაფერზე არა. ამიტომ დაკარგა აზრი. მეორე მხრივ ჩვენ მივიღეთ უცნაური სიტუაცია, როდესაც ამოდენა აქციები აწარმოებდა მიმდინარეობს ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესი არ მკვდარი რეალობაში. აფერი არ ხდებოდა, ორი პარალელური პროცესი იყო, ხელისუფლება თავისას მიერაგებოდა, ქუჩა თავისას აწვებოდა, ასე ვთქვათ, ბოდიში დამსვლენგის. პოლიტიკური პროცესი თუ არ დაიწყო, რეალიზება შეაძლებელია, როდესაც პოლიტიკური პროცესი იწყო. ეს პოლიტიკური პროცესი აქტორები ჭირდება. და აქტორი ის უნდა იყოს, ვისაც შეუძლია ამ ხალხის მართვა, ვისაც მიყვება ეს ხალხი. თუ ასეთი აქტორი არ გამოჩნდა, ვერავინ ვერაფერს ვერ გამოიყენებს. დღეს ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ მას შეუძლია იმ ხალხის სახედ ლაპარაკი, რომელიც ქუჩაში გამოდის. ეს ხო ფაქტია და ვიცით.
ისინი რატო არ მედიოდნენ მოლაპარაკებაზე ერთი თემაც იყო ეს ამ ხალხის ეშინოდა ოპოზიციასაც ეშინოდა იქ რომ რამაზე დალაპარაკებოდა ვინმეს ანუ პოლიტიკური პროცესი უნდა შეიქმნას და პოლიტიკური პროცესი შეიქმნება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების საბრძოლო დადგება ის ძალა რომელიც ამ ხალხის სახელით ლაპარაკობს ვინც ქუჩაში სხვა თუ ეს არ მოხდა და ერთი რამე აუცილებლად მინდა ვთქვა მე არ ვფიქრობ რომ კობახიძე გაძლიერდა რატომ მე ვფიქრობ რომ ეს მისი გედის სიმღერა არის კობახიძეს გააკეთებინებენ ყველა შავ საქმეს აბსოლუტურად ყველაფერს ვისაც ქონია ივანიშვილთან ურთიერთობა მე ვიცი რა ზიზღით უყურებს ეს ამ ადამიანებს აი ამათ ვინც გაიხსენეთ მისი ნათქვამი არიბაშვილზე სასამართლო პროცესი რო იყო რომ რაც გინდათ ის დაუძახეთ ხო ანუ დამოკიდებულება ჩანს ხო მით ზაზღარიბაშვილი წარმოადგენს კობახიძეს უნდა გაატანონ ყველაფერი ისი ბინძური აი საბოლოო ყველაზე ცუდი უნდა გააკეთებინონ ხო ახლა კარგად გვესმის რომ კაცი რომელიც ხელმოწერითად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების ყველა ოპოზიციური პარტიის საგრძელვა ის კაცი უბრალოდ არის ადამიანი რომელსაც ხელს არ ჩამოარტყევს არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი აი რაც არ უნდა გაეკეთებინა აქამდე ეს არის ბოლო ამის შემდეგ ეს კაცი იქნება ის ტიპი რომელსაც უბრალოდ არცად გამოუსადეგარი ხდება რა კეთროვანი გახდება მთელ სოფლიოში ამიტომ ის უყურებსაც შემზად იყავი იმისათვის რომ ძალაუფლებისას ყველაფერი გაეკეთებინა მაშინ ყველაფერი ბოდიში გამოდგმისთან შეიტანა და ომთ მერე წავა და არ ვფიქრობ იმას რომ დიდი სირთულეები ექნება ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ორი კაცი არ ვიცი რომელიც კობახიძეს გაყვება რაიმე თემაში ორი კაცი გაყვება ოღონდ იქ პოლიტიკაში არა რაიმე თემაში გაყვება და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის კიდე კობახიძესთან მიმართებაში კობახიძეს და ღარიბაშვილს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თუ პირველად ღარიბაშვილი რო გადააყენეს კობახიძე მაშინ იყო პარტიის რაღაცა გენერალური მდივანი თუ პირველი განცხადება ვინც გააკეთა ღარიბაშვილის ოჯახზე დარტყმას არც ერთმა ოცნებელმა არ იკადრა ეს ხო კობახიძე რომელიც საშინელი ძალიან ბინძური განცხადება გააკეთა მაშინ ეს რომელი წელია 14 ძალიან ბინძური განცხადება ყველაფერი ეს გამოიყენეს იმისათვის რომ გაესუფთავებინათ ველი მაჯორის ივანიშვილისთვის და დანარჩენი ივანიშვილს ახლა სრულიად ხალხი გახსნით გარწმუნებთ საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც თუ კი ივანიშვილი მოიშორებს კობახიძეს ყველა ტაშს დაუკრავს ხალხი დაუკრავს თუ არა ტაშს მათე შიგნით ანუ მე მათ შორის ხედულობაში მყავს ის ადამიანები რომლებიც დღეს ესეთ მასშტაბური რეპრესიების სამიზნეს წარმოადგენენ მთელი სფეროების სისტემები ანუ რამე სივრცე რჩება ამ ხრივ მანევრირების ივანიშვილს კობახიძის მოშორების შემთხვევაში და როგორ გონია მარტივად მოსაშორებელი იქნება არა როგორც დღევანდელი დღის არ ჯერა იმ ხალხს ვინც სამდენი ხანი ქუჩაშია და ვინც ზუსტად იცის რა ბრძოლაშია კობახიძე იქნება მორჩილთა შორის თითო სამხარაძე ხა მორჩილთა შორის მორჩილი იყო ღარიბაშვილი და ეხლა არის კობახიძე აბსოლუტურად თეთახმარი ყველას უარესი ზავს უბედურებას ჩაატარებს და იმაშიდაც დაწინაურდება რომ აი თუ დაჭირდა როგორც ღარიბაშვილის დროს დაგჭირდა სპეცოპერაცია გარეჯი რო ჩავატარეთ მოსკოვის რაღაც საიდუმლო საცავები ნახო კობახიმან ღარიბაშვილმა გამოიტანა ამასაც დაიბრალებს რამე გარეჯი საქართველოს მსგავს ჩაატარებს წმინდა რუსულ სპეცოპერაციას რომელსაც ყოველდღე ატარებს მაგრამ არანაირ დაჯერება ხან დობა რომ ხა ივანიშვილს კი გონია რომ რაღაცა გადაჭარბებული დობა ქონდა მაგრამ ეგ დობა ხო დიდი ხანია განულებული საკუთარ მომხრეებში განულებული აქვს და ასე დროს სულ მაინტერესებს აი ვიღაცა სადღაც რაღაც რაიონის გამგებელმა რო იცის რომ თავის კვადრატი აქვს სადაც უნდა იმოძრაოს რა პატარა ტენდერში უნდა გააკეთოს რო იცის რომ კობახიძე დაახრიალა ღარიბაშვილი ღიად ხდება მოქმედება და რას ხვალ რას ფიქრობს ვერ ვიგებ რა მე ჩემი მარტივი პროგნოზი ჩემი არ არის რაღაცების საკითხით ნახვით და ასე შემდეგ ამ თუ ეს რაღაცა ეტაპზე კობახიძე ღარიბაშვილის ბრძოლაში უნდა შევიდეს ანუ ვინ პირველი მინეს დაახრიალებს ხო ამ ეტაპზე ერთი პოლიტიკური გვამით შეიძლება იყოს თბილისის მერის სახით მიუხედავად იმისა რომ ხაირჩეს და ასე შემდეგ როგორც იყო არ გაგიკურეთ და თუ საქმეს დაჭირდა ისლამაზად მომავალ წელს არჩევნებსაც ჩაატარებს ივანიშვილი კობახიძის გაუქმებული პარტიების მინუს პარტიებით და ასე შემდეგ და ეს ამბავი იქნება და ამასაც ტაშს არავინ არ დაუკრავს და ხა ვინც შეჭამს ოპოზიციას ერთი გამოსავალი აქვს რომ რავი თუ შეძლებს გაერთიანდეს თუ არ შეძლებს და
მოკლედ ვიტყვი, ამ ხალხს რატომ იჭერს თუ რატომ უქმნის ამ დისკომფორტს ახლა? იმიტომ რომ ამ ხალხს აქვს ბევრი ფული და ამ ხალხს აქვს კომპრომატები, ამიტომ ისინი უნდა დათრგუნოს ახლა ყველანაირად. რა თქმა უნდა, რისკებს ხედავს, მაგრამ ჩვენც ვხედავთ, რომ მათ ისინი ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ვერ წავიდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ ეშინიათ, ძალიან ეშინიათ ივანიშვილის. ამიტომ ივანიშვილი ცდილობს რომ წაართვას ფული და იმათ რა კომპრომატებიც აქვს, იმათ ვერ იმუშაოს ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ არა და აგერ არის ციხე. ანუ ეს მიდგომა აქვს და რაც შეეხება კობახიძის ნაწილს, დიახ, ანუ ახლა სჭირდება ამ ვერტიკალში ერთი დილა შეიძლება გათენდეს და თქვას რომ ეს კაცი არ ჭირდება და გაქრება ისე როგორც ბევრი გამქრალა პოლიტიკური სივრციდან. ოღონდ ერთიც არის ივანიშვილს ძალიან მოკლე აქვს ეს სათადარიგო სკამი უკვე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და ეს შიდა ამბები ერთია და ეს შიდა ამბები ქმნის ძალიან მაგარ ნიადაგს, მყარ ნიადაგს საზოგადოებისთვის რომ წააქციოს ეს რეჟიმი, მაგრამ ამას სჭირდება აი რაზეც საუბრობდით, კოორდინაცია, კონსოლიდაცია, იმგვარი რომ ხალხთან ბმა იპოვოს პოლიტიკურმა სპექტრმა. აი რესურსების მობილიზებას მოხდეს. ყველაფერი ჭირდება, ხო, კოორდინაციაც უფრო ეფექტური გახდეს. მადლობა, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა. შევხვდებით ჩემს კოლეგებს და სტუმარს ბატონ ირაკლის.